Კარმული იქნება ივლისის თვე ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის. Ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ ივლისის თვის კარმულ თემებზე. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. აღმავალი კვანძი მდებარეობს თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო აღმავალი კვანძი შესაბამისად მდებარეობს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. პლანეტა მარსი მთელი ივლისი იქნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში და სექსტილს ქმნის იუპიტერთან. პლანეტა პლუტონი რეტროგრადულია და მდებარეობს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. აი პლანეტა ურანი კი ტრიგონს ქმნის პლუტონთან, ხოლო სექსტილს სატურნთან და ნეპტუნთან. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. ივლისის თვეში წინ წამოვა პარტნიორული თემები. ასევე პრობლემა იქნება საკუთარი თავის არასწორად გამოხატვის. მოიმატებს აგრესიულობა, განსაკუთრებით სამსახურში და მეგობრებთან. გირჩევთ მეტი დრო დაუთმოთ ხელოვნებას და სოციალურ გართობას. ახლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. პირველი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიცაც ივლისის თვე კარმული იქნება, არის ქალწული. თავარია ქალწულებმა ბრაზს გასაქანი არ მისცეთ. მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიცაც ივლისის თვე კარმული იქნება, არის მორიელი. მორიელები განსაკუთრებით უფრთხილდით პარტნიორებს და ფინანსებს. მესამე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიცაც ივლისის თვე კარმული იქნება, არის ვერძი. ვერძებმა მთავარია ივლისში ბალანსი იპოვოთ სწორ მოქმედებას და სწორ დალოდებას შორის. ნაყოფიერ თვეს გისურვებთ. დროებით.